მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც იქმნებოდა ერთიანი რუმინეთის სახელმწიფო, რუმინული სახელმწიფოს მამებმა, ასე ვთქვათ, დამფუძნებლებმა შექმნეს იდენტობის გარკვეული მარკერები, ამ სახელმწიფოს დოქტრინა, როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ მოცემულ სიტუაციაში, იმ რეალობაში, რომელიც შექმნილი იყო მაშინ ევროპაში ზოგადად და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც რუსეთი ცდილობდა ბალკანეთში შექმნა საკუთარი დასაყრდენი და მისი იმპერიალისტური პოლიტიკის დოქტრინა, მართლმადიდებლობა, სლავები, თვითმკვლელობა და ეს იყო ის აგრესიული პოლიტიკა, რომელთაც ის ცდილობდა საკუთარი გავლენების სფეროს მოპოვებას, მათ შორის საქართველოშიც ის მოტყუებით შემოვიდა როგორც მართლმადიდებლობის დამცველი და კი ვიცით რაც ჩაიდინა, როგორ მოსპო ჩვენი იდენტობის მთავარი საფუძველი, ჩვენი რელიგიური იდენტობა, რომელთაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში უპირისპირდებოდით სხვებს, განსხვავებულებს, ასევე ჩვენი კულტურა, რომელსაც ქართული ენა იდგა სათავეში, შეიძლება ასე უხეშათაც ვთქვათ. და იგივე საშუალება არ მისცეს რუმინელებმა და რატომ? მათ მიხვდნენ, რამდენად საფრთხის შემცვლელი იყო ის, რომ ხაზი გაესვათ მართლმადიდებლობისთვის, თან ისიც მნიშვნელოვანია, რომ რუმინული საზოგადოება მულტიკონფესიური იყო და არის დღესაც და რუსული აგრესიისგან თავის დასაღწევად შექმნეს ასეთი რამ. ჩვენ ვართ ლათინების დაკების შთამომავლები, დიდი ისტორიის ხალხი, რომლებმაც ბრძოლით მოიპოვეთ თავისუფლება და ქმნით ჩვენ სახელმწიფოს, ანუ დაიწყო მათი გაერთიანების პროცესი, ასე ვთქვათ, რამდენიმე რუმინული სახელმწიფოსი და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალიან საინტერესო არასლავი ხალხი სლავურ ოკეანეში და ჩვენ დავიცავთ ჩვენი ენით და კულტურით და ისტორიით ჩვენს თვითმყოფადობას. საერთოდ არ არის იქ საუბარი მათ რელიგიურ კუთვნილებაზე, არა იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ მართლმადიდებლები, ძირითადი ნაწილი, არა იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა არ იყო მათი დაცვის ფარი ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ მათ ზუსტად განსაზღვრეს ის საფრთხე, რასაც მათ უქადდა რუსული იმპერია, მართლმადიდებლობის ეგიდით მებრძოლი. ანუ ის მესიანისტური პოლიტიკა, რაც ჰქონდა რუსეთის რომანოვების იმპერიას. ამიტომ მათ ასე მოახერხეს, შეიძლება ითქვას, თავის გადარჩენა და საკმაოდ წარმატებითაც. ამიტომ არის რომ იდენტობა ეს არ არის ესეთი კონსტრუქცია, რომელიც არ ექვემდებარება ცვლილებებს. ამიტომ იდენტობა არის ის, რაც იცავს ნებისმიერ საზოგადოებას შექმნილ სიტუაციაში. ამიტომ დღეს ჩვენს გვმართებს სწორი მარკერების შექმნა, უფრო სწორად ადგილების გადანაცვლება, რითაც საშუალება მოგვეცემა თავი გადავირჩინოთ პირველ ეტაპზე და მერე მოახდინოთ ჩვენი თვითმყოფადობის განვითარება, სწორი განვითარება, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი.